სტუდენტმა 4 კურსის განმავლობაში სულ 7 მოდული და საწარმოო პრაქტიკა უნდა გაიაროს. ცნობილია, რომ ყოველ კურსზე 2 სემესტრია შემოდგომისა და გაზაფხულის. თითოეულ სემესტრში შესაძლებელია ან მხოლოდ საწარმოო პრაქტიკის, ან მხოლოდ ერთი მოდულის გავლა. ანუ ერთი კონკრეტული მოდული ორ სხვადასხვა სემესტრში არ უნდა გვხვდებოდეს რა და მხოლოდ ერთხელ უნდა შეგვხვდეს საწარმოო პრაქტიკაც. საწარმოო პრაქტიკის ან თითო მოდულის გავლა მხოლოდ ერთ სემესტრში შესაძლებელია, კი ბატონო, B მოდული უშუალოდ წინ უნდა იყოს. ოკეი, I მოდული მესამე კურსის გაზაფხულის სემესტრში უნდა გაიაროს, არც C და არც D მოდულები არ უნდა იყოს გაზაფხულის სემესტრში, G უფრო ადრე უნდა იყოს ვიდრე B და I-ს უფრო გვიან გაივლის ვიდრე F, მათ შორის კი მაშინ, უпроსტად, თუ I უფრო გვიან იქნება ვიდრე F, მაშინ C უნდა იყოს უფრო გვიან ვიდრე IO. ესე იგი, ბოლო პირობითი წინადადება გქონია. ნახოთ. პირველი შეკითხვა, ჩამოთვლიდან რომელი მიმდევრობით შეიძლება გაევლო მოდულებიო. დავიწყოთ, ესე იგი. პირველი სამ პირობა ფაქტობრივად ყველგან შესრულებულია, იმიტომ რომ თითოეული მოდული ერთხელ არის, საწარმოო პრაქტიკა ერთხელ არის და ამ მხრივ ყველაფერი იგზა. დავიწყეთ, ესე იგი, B მოდული A-ს უშუალოდ წინ უნდა იყოს, ნახე? AB, კარგია. AB, კარგია. AB, კარგია. აი, აქ დარღვეულია, ნახე? A-ს წინ უშუალოდ გაზაფხულის სემესტრში მეორე კურსზე საწარმოო პრაქტიკა და AB აქაც სრულდება. დავედით, შემდეგი პირობა. I მოდული მესამე კურსის გაზაფხულის სემესტრში უნდა იყოსო ყველგან რიგზეა საქმე. არც C და არც D მოდული არ უნდა იყოს გაზაფხულის სემესტრში, ანუ მეორე რიგში, ჩვენ მეორე ხაზში არ უნდა გვყავდეს C და D. აქ არ გვყავს, B-ში C და D არ გვყავს მეორე რიგში, G-ში C გვყავს მეორე რიგში, ამიტომ უნდა გამოვრიცხოთ. E-პასუხში არ გვყავს. G უფრო ადრე უნდა იყოს ვიდრე B. ესე იგი, ჯერ G და მერე B უნდა გვყავდეს, B-შიც სრულდება, აქ ჯერ B არის და მერე G. E-პასუხში ეს გამოირიცხა. და თუ I უფრო გვიან გვყავს ვიდრე F, უფრო გვიან ნიშნავს, რომ უფრო მარჯვნივ, ხო? ესე იგი, I თუ უფრო მარჯვნივ არის ვიდრე F, აბა ნახოთ ეს პირობა სად ამოქმედდა, I უფრო მარჯვნივ არის ვიდრე F, აქ ამოქმედდა ეს პირობა, უნდა შევამოწმოთ მეორე ნაწილი. I უფრო გვიან ვიდრე F, აქ არ ამოქმედებულა. ამიტომ აპასუხის შემთხვევაში საუბრობთ დაიღო მეორე ნაწილი. C უფრო გვიან უნდა იყოს ვიდრე IO და აქ ჩვენ C არ უყავს უფრო გვიან ვიდრე I. ანუ ამ პირობის პირველი ნაწილი შესრულდა, მაგრამ C უფრო გვიან არ უყავს ვიდრე I. შესაბამისად აპასუხი დაირღვა და დაგვრჩა B პასუხი, რომელიც ამ ბოლო პირობას ასრულებს იმის გამო, რომ პირველი ნაწილი ირღვა I არ არის უფრო გვიან ვიდრე F. და ჩვენ ეს ვიცით, რომ პირობის შესრულება. ამიტომ მე-15-ში სწორი პასუხი გამოვა B. თუ სტუდენტი საწარმოო პრაქტიკას მეორე კურსის გაზაფხულის სემესტრში გაივლის, მაშინ ჩამოთვლითაგან რომელია აუცილებლად ჭეშმარიტია? ოკეი, ჩავსვით. ესე იგი, მეორე კურსის პრაქტიკა მეორე კურსის გაზაფხულის სემესტრში, ჩავსვით მესამე კურსზე, როგორც პირობა ამგვითხრა, გაზაფხულზეო. შემდეგ რა ვიცით, რომ B-ს წინ უნდა იყოს აუცილებლად, B უნდა იყოს 100 უშუალოდ წინ, აუცილებლად, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ასევე ვიცით, რომ C და D არ უნდა იყოს გაზაფხულის სემესტრში, ანუ C და D უნდა გყავდეს ზედა რიგში, G უფრო ადრე უნდა იყოს ვიდრე B, ესე იგი სადღაც უფრო ადრე. და თუ I უფრო გვიან ვიდრე F, მაშინ C უფრო გვიან ვიდრე F. I. დავიწყოთ ეხლა რომელი აუცილებლად ჭეშმარიტი, ну აუცილებლად ჭეშმარიტი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სრულდებოდეს და ეხლა რა ვარიანტები გვაქვს ჩვენ მოვსინჯოთ, ხო? ასტაბეს პირველი ვარიანტი არის პირველ კურსზე გაზაფხულზე B შემოდგომაზე, მაგრამ G უფრო ადრე ვეღარ იქნება ვიდრე B არის, ამიტომ ეს ვარიანტი არ გამოგვადგება. შემდეგი სცენარი ასტაბეს განლაგების არის მეორე კურსზე A შემოდგომაზე და მისი წინა სემესტრი არის პირველი კურსის გაზაფხული B. ამ დროს G დაიკავებს პირველ პოზიციას შემოდგომაზე. Ну, C და D ყავს ჩვენ მესამე მეოთხე კურსზე შემოდგომაზე, იმიტომ რომ არ უნდა იყვნენ გაზაფხულზე, ოღონდ რომელია მესამე კურსის შემოდგომის სემესტრი, რომელი მეოთხეში, ეს ჩვენ არ ვიცით. და ამ სცენარში F-ი გამოდის აუცილებლად მეოთხე კურსის გაზაფხულის სემესტრში. ამიტომ აუცილებლად ჭეშმარიტია პასუხი, F-ი არის გაზაფხულის სემესტრში მეოთხე კურსზე.
G როგორც ხედავთ, არ არის პირველი სემესტრის გაზაფხულზე, D არ არის მესამე კურსის შემოდგომაზე, B არ არის მეორე კურსის შემოდგომაზე და C შეიძლება იყოს მეოთხე კურსის შემოდგომაზე, მაგრამ შეიძლება არ იყოს, ანუ აუცილებლად შეშმარიტია პასუხიც არ გამოდის. საინტერესოა ის სცენარი, როცა ჩვენ A-ს და B-ს განვიხილავდით კიდევ ერთ შემთხვევაში, ნახე. ესე იგი, აქ ჩვენ A-ს წინ ხომ უნდა ყავდეს B, ხო? ეს რა ვარიანტია, ნახე. ერთი ვარიანტი კიდე გვაქვს, რომ A-ს წინ B ყავდეს აი ასე. ასე ვერ გვეყოლება A-ს წინ B, ხო? იმიტომ რომ დაკავებულია ეს პოზიცია. ნუ ამ შემთხვევაში რას წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნახე. აღმოჩნდება, რომ I აუცილებლად F-ის მერეა, ყველა ვარიანტში I უფრო გვიან არის ვიდრე F, იმიტომ რომ სადაც არ უნდა ჩავსვათ აქ ჩვენ F-ი უფრო ადრე გამოდის და მერე C ვეღარ იქნება I-ზე გვიან. ანუ C-ს ადგილი შემდეგ აღარ გვჭება. ამიტომ ეს სცენარიც არ გამოდის აქტუალური. თუ სტუდენტი F მოდულს პირველი კურსის შემოდგომის სემესტრში გაივლისო, მაშინ რომელ სემესტრში გაივლის საწარმოო პრაქტიკასო. ოკეი. პირობის თანახმად, თუ F-ი არის უფრო I არის უფრო გვიან ვიდრე F-ი, ანუ F უფრო ადრე ვიდრე I, მაშინ C უნდა იყოს უფრო გვიან ვიდრე I, ამიტომ C დაიკავებს მეოთხე კურსზე შემოდგომის სემესტრს. ამის შემდეგ ჩვენ A-ს და B-ს პირობა გვაქვს შესაძლებელი, ეს ვარიანტი არ გამოგვადგება, იმიტომ რომ G-ს ადგილი აღარ გვჭება. ეს ვარიანტი გამოგვადგება, როცა A და B მეორე კურსზე ყავს შემოდგომა გაზაფხულზე. ნუ G ჩავსვით წინ, ნერე D რა კი არ უნდა იყოს გაზაფხულზე. თავისუფალი მესამე კურსის შემოდგომის სემესტრი მივეცით და პრაქტიკა ჩაგვიჯდა მეოთხე კურსის გაზაფხულზე. ასეთების სხვა ვარიანტიც გვაქვს ჩვენ, ამიტომ სხვა ვარიანტიც უნდა განვიხილოთ სამართლიანობისთვის. ეს არის ასეთი შემთხვევა, რომ მესამე კურსის შემოდგომაზე იყოს A და მეორე კურსის გაზაფხულზე B. ამ შემთხვევაში ჩვენ C ისევ მეოთხე კურსზე ყავს, იმის გამო რომ F არის I-ზე ადრე. შემდეგ, ნუ D აქ ჩაჯდება, G B-ზე ადრე უნდა იყოს და აღმოვაჩენთ, რომ აი ამ სხვა განლაგების დროსაც პრაქტიკას უწევს მეოთხე კურსის გაზაფხულის სემესტრი. ამიტომ საწარმოო პრაქტიკა რომელ პოზიციაზეა, გამოდის მეოთხე კურსის შემოდგომის, არა, მეოთხე კურსის გაზაფხულის სემესტრი. ანუ D პასუხი.